ეხლა დასრულდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე, ვახოფიცხელაურის საქმე, რომელსაც პოლიციელები ედავებიან კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას და სიტყვიერი შეურაცხყოფის მოყენებას. მოკლედ, ეს ის მუხლი არის, რომელიც ნებისმიერი მოქალაქის მიმართ შეიძლება გამოიყენოს პოლიციელმა, მაგალითად, კი გაჯარიმებთ პოლიციელი და გარკვეული არ ვიცი უკმაყოფილება გამოხატეთ, შეიძლება ჩათვალოს პოლიციელმა, რომ ან შეურაცხყოფას აყენებთ, ან წინააღმდეგობას უწევთ და დაგაკავოთ და შემდეგ მივიდეს სასამართლოში თავის მეწყვილესთან ერთად და ზოგადად თქვას, რომ წინააღმდეგობას უწევდით და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდით პოლიციელს. სანქცია არ არის მცირე, სხვათა შორის 2-დან 5,000 ლარამდე და მათ შორის 60 დღემდე პატიმრობასაც ითვალისწინებს და ერთადერთი მტკიცებულება ყოველ შემთხვევაში ამ საქმეში რაც არის, ეს არის პოლიციელების ჩვენება, რომლებიც ზოგადად ამბობენ, რომ წინააღმდეგობა გაწია თურმე პირმა, რომელსაც უბრალოდ შეეთავაზა ალკოტესტი ჩაეტარებინა, აბსოლუტურად არალოგიკური არის, რატომ უნდა გაეწია ამაზე წინააღმდეგობა, როგორ შეიძლება გაწიო ამაზე წინააღმდეგობა, რაც შენი ნება არის, ხო? მინდა ჩავიტარებ ეს, მინდა არ ჩავიტარებ კანონმდებელი მრთავს ამის ნებას და წინააღმდეგობა რაში იკვეთება წარმოუდგენელი არის და მეორე რატომ უნდა მიაყენო პოლიციელს სიტყვიერი შეურაცხყოფა, როდესაც უბრალოდ გთავაზობს ნარკოტესტზე შემოწმებას, ხო, ესეც წარმოუდგენელი არის. სინამდვილეში ვიღებ და რა პრაქტიკა შეიძლება დამკვიდრდეს თუ კი მოსამართლემ გამოიტანა ჩვენი საწინააღმდეგო გადაწყვეტილება, დამკვიდრდება ის პრაქტიკა, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება პოლიციელმა დაგაკავოთ მივიდეს სასამართლოში მეწყვილესთან ერთად და ზოგადად თქვას, რომ მაყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და მიწევდა წინააღმდეგობას, არავითარი ალტერნატიული მტკიცებულება არ წარმოადგინოს და ამის საფუძველზე თქვენ 2-დან 5,000 ლარამდე შეიძლება დაჯარიმდეთ, ან 60 დღემდე ვადით პატიმრობა შეიძლება მოგიწიოთ, რაც ყველაზე ნიშანდობლივი იყო. ჩვენ ვკითხეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს, რატო არ ამოიღო იმ ტერიტორიაზე არსებული 4 კამერის ჩანაწერი, 4 კამერა უყურებდა შემთხვევის ადგილს, საიდანაც ნათლად ვნახავთ, ხო, რა მოხდა, როგორ მოხდა, მართლა უწევდა თუ არა ვახოფიცხელაური ვინმეს წინააღმდეგობას და ძალიან მარტივად მიპასუხა პოლიციელმა, რომ საქმეში არსებული 4 პოლიციელის ჩვენება საკმარისი იყო ამ საქმეზე, ასე ვთქვათ, უხეშად რო ვთქვათ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. იმ შემთხვევაში თუ მოსამართლე ჩათვლის და დაუშვებს, რომ ამ 4 პოლიციელის ჩვენება საკმარისია